მოგესალმებით, მეგობრებო, ესე იგი, ვისთან არ გამეკეთებია ინტერვიუ და ჩემს უახლოეს მეგობართან არ გამეკეთებია მამუკასთან ვიდეო, რომელსაც წლებია ვიცნობ მასთანაც პირად კონსულტაციაზეც იყავი, ჯგუფურ კონსულტაციაზეც წავდიოდი ხოლმე მის სესიებზე და ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან საინტერესო ცოდნა აქვს, პრაქტიკები აქვს და მე მინდა რომ აი თქვენ გაგაცნოთ მამუკას, ახლა მას თავისი აუდიტორია იცნობს საკმაოდ დიდი ხანია, მაგრამ ჩემთანაც ვინც არიცით, მაგალითად მინდა რომ წარგიდგინოთ. ესე იგი, ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკოსი არის მამუკა, რომელიც არის აი ძალიან ბევრ მეთოდოლოგიებს აერთიანებს და აქვს სესიები, კვირაში ერთხელ გაქვს, ხო, როგორც იცი? ნუ ორ კვირაში ერთხელ გვაქვს უკვე, ის ადრე ჯგუფური თერაპიების სესიები აქვს ხოლმე ძალიან საინტერესო და რატო მინდა ახლა მამუკასთან კიდევ უფრო დიალოგში რაღაცები ჩავთო ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ ენერგოპრაქტიკა მაგალითად ჩვენთან ახლა როდესაც უბრალოდ ფსიქოლოგიაში, ასტროლოგიაში თუნდაც მუშაობთ ენერგეტიკულ პრაქტიკებზე, ძალიან ახლოს არის წარმოსახვით თერაპიას, როცა ვამბობთ ხოლმე მაგალითად ენერგეტიკულ პრაქტიკებს, როცა ვამბობთ ფსიქოთერაპიის მიღმა არის ეს ყველაფერი, ხო? მამუკა აი ზუსტად ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებში მუშაობს, ძალიან კარგად წარმოსახვა და ენერგიების მართვა, ეს ძველი ჩინური ფილოსოფია აქვს გაერთიანებული, დამატებული თავის 50 წლიანი პრაქტიკა და საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის განსაკუთრებით წლების განმავლობაში როცა მოვდიოდი ხოლმე მამუკასთან ასტროლოგიაშიც კარგად ერკვევა და პლანეტარულ ენერგიებს წარმოსახვით თერაპიაში ესე ვეძახი მე და ენერგეტიკულ პრაქტიკაში კარგად იყენებს და აი როდესაც ამბობს ხოლმე მაგალითად იუპიტერი გავააქტიუროთ, ურანი გავააქტიუროთ ახლა ვინც ერკვევა ასტროლოგიაში მაგალითად და იციან თავისი პირად რუკაში საათ რა პლანეტა როგორ უჭირს მაგალითად რომელი პლანეტას ხო? აი იმაზე განსაკუთრებით მე პირადად განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ ხოლმე იმ პლანეტებზე რომელიც ცოტა პრობლემურია, მაგრამ უბრალოდ შენ ააქტიურებ. და თან არის შენ პრაქტიკებში ფაქტიურად რაც მე ფსიქოთერაპიაში, წარმოსახვით თერაპიებში გამომიყენებიან, როდესაც ფაქტიურად ეზოთერიკა არის ზეცის ენერგია, მიწის ენერგია, გამთლიანება სამყაროსთან, გამთლიანად შერწყმა სამყაროს ენერგიებთან და ეს ჩვენ გვქონდა ფსიქოთერაპიებში ხშირად. თუმცა შენი არის უფრო ჩინური ფილოსოფია, იქ ინდური ფილოსოფიაც, იქ ასტროლოგიაც, ან ყველაფერი გაერთიანებული. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო არის და ძალიან, ერთადერთი ხარ შენც ვინც ამ პრაქტიკაში ამდენი წელია თავი მიუძღვენი, მოდი ესე რომ ვთქვათ. და აი მინდა რომ აი ჩემი შეკითხვა იქნება ხალმაყურებლისთვისაც, ვინც გვისმენს, რა არის ეს ენერგოპრაქტიკები? ოღონდ ჩენეული ხედვით, იმიტომ რომ იქ წარმოსახვით თერაპიებში, ფსიქოთერაპიებში ეს გასაგები არის, მაგრამ რაღაც სხვა სიბრძნე არის, რომელსაც გამოხატა ხოლმე ჯგუფურ სესიებში. და თან ეს ნაწილებად გაქვს ქრონოლოგიურად აწყობილი შემუშავებული სისტემა შენი. მადლობა თამოს მოწვევისთვის. ხშირად ჩვენ წლებია ვიცნობთ ისედაც და ხშირი კონტაქტი გვაქვს ხოლმე ესეთ თემებზე და ნუ ახლა ერთი იმას დავიტყვი თავიდან რომ მარტო წარმოსახვა არ არის აქ ის ოსტატების უასე იძახიან რომ ანუ ეს უნდა იყოს რომ რასაც ფიქრობ უფრო მეტად იმას ვაქცევთ უფრო მეტ ყურადღებას წარმოსახვა ეგ შეიძლება ადამიანი twins ისეთი ფუნქციები აქვს გონებას რომ შეიძლება ისეთ 1000 ახალი რაღაცა მოიღოს იმან წარმოსახვის დროს და შეიძლება სხვა თემაში შევიდეს აი ზედმეტად მარტო წარმოსახვაზე კონცენტრირება. თუმცა ეხლა მაგრამ ბოდიში შენ პრაქტიკას ხო წარმოსახვა ჭირდება? კი, წარმოსახვა, მაგრამ მაგას ვაფრთხილებ ხოლმე წინასწარ რომ გინდაც ხო არის ადამიანთა რაღაც ნაწილი, რომელსაც წარმოსახვა საერთოდ ან არ უვარგა, ან ვერაფერს ვერ წარმოიდგენს, ხო? ხო, ანუ ესეთიც ბევრია. ხო და მაგის გამო ვამბობ ხოლმე რომ ხალხი რო გეკითხება რომ აი წარმოსახვას ვერ ვახდენ ამის ესე იგი ზედმეტად რო აღარ დაალძაბოთ ის ხალხი, მეუბნებით რომ იფიქრეთ უბრალოდ ამაზე. და არ არის აუცილებელი წარმოსახვა და ის მე თავისით მოდის წარმოსახვაც, რაღაც კადრებიც, იმიტომ რომ ხო ბევრი ადამიანი გვინახია რომ რაღაც წარმოსახვაში წავა და 1000 რაღაცას მოედება და რეალურად შედეგზე ვერ გადის, ხო? ასე ვიძახით ხოლმე რომ ჯერ ნუ მიაქცევთ ამ წარმოსახვას მაგის პრაქტიკებს ალბათ შენს გექნება და უამრავი მეც არ მქონდა ეგ თავიდან ესე პრაქტიკა მოიტანა. კი ბატონო, და ამიტომ ზრუნ ზედმეტად რო არ დაიძაბო ხოლმე თავიდან ყოველთვის ეუბნებით რომ წარმოსახვა ეგ მე თავისით წამოვა და თავარია რომ შენი განწყობა, ფიქრი იმ თემაზე და მე ეს მე ყველაფერი ცოტა უცნაურად არის, ხო? 50 წლიანი პრაქტიკა, ეხლა სულ რამდენი წლის ხარ მეკითხები ხოლმე. 58 წლის ვარ და
7-8 წლიდან ეს სპორტი რო დავიწყე, იქ ფეხბურთის სირბილში მძლეოსნობაში, რეკორდების დამყარებაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი და ოფიციალურად ეს ფეხბურთი რო დავამთავრე და ეს ინსტიტუტი ჯარი მოვილიე და რაღაცები 90-იანების დასაწყისიდან უკვე დავიწყე სირბილში რეკორდის დამყარებაზე, რომ რაღაცა, თქვათ, გუნდური პრაქტიკა საქართველოში დღესაც უჭირთ ჯგუფური ეს ყველაფერი. ერთი თავისთვის გარბის, მეორე თავისთვის და მე მაშინვე მივხვდი, რომ იქ ზოგან წვნელი არ მომეწონა, ზოგან გუნდი არ მომეწონა, ხო ხდება ესეთი ქალწული იუპიტერი თან, ხო იცი რა, ყველაფერი არ მოსწონს და ყველაფერი ისე მოახერხე, რომ მე თვითონ ყოფილიყავი მთავარი გამკარგავი. შენ აღავალზე დაჯექი, ვაბავთ ხოლმე ამას. აღმავალი ვერძი მე-12-ში, ანუ ხო და ეს ყველაფერი მე სპეციალურად მოვაწყე ისე, რომ მე თვითონ ყოფილიყავი ამ ყველაფრის მმართველი და ადამიანს რო სჭირდება ეს ინდივიდუალური ძალების გამომუშავება, უნდა ცოტა კიდე ჩაძვრეს ამ სიღრმეებში, რომ ის რაც ზევით ახარ ერთი იმდენი ქვევით უნდა იყო, ხო ვიცით, ესეც გაგვიგია და ამისთვის დამჭირდა რა თვითონ მე მიყვანა ცხოვრებამ, ჯერ იოგა დავიწყე, ვითომ შეურიეს, ინდური იოგა, მაშინ იყო რაღაც ეგეთი სახელმძღვანელოები, SSR-ში უკვე რო დაიშალა საბჭოთა კავშირი, უკვე თანდათან გამოვიდა ძალიან, აი, აუარება ლიტერატურა. შენ მიყვარს ხო სუწიგნებით შენს. ხო და ამ ინდურების მერე გადმოვლაგდი ჩინეთში, ჩინურ ვარჯიშებში, იმიტომ რომ აქ გაცილებით ქართულ მენტალიტეტთან ადვილად მოსაყვანი ვარიანტებია. ხო და ჩინელებს იმდენი რამე ჰქონიათ, რომ დასავლეთში არ იყო ეს ყველაფერი გამოსული, ინდოეთი გაცილებით გახსნილი იყო, იმიტომ რომ ის ინგლისი, ეს ბრიტანეთის იმპერია 2-3 საუკუნეა იქ იყო და ყველაფერი წამოიღო თუ რამე აინტერესებდა იქ და ეს ჩინეთი სულ დაკეტილი იყო, ჩაკეტილი ამ თავისი გალავანის თუ იმის გამო, ღობე ქვია თუ რა. გალავანი. ხო და ამის გამო ჩაკეტილი იყო და კარგ დროს შემხვდა ეს ერთი მასწავლებელი, რომელიც ახლა კი არის გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მაგარი ჩინელი, იაპონელი და ლაოსელი მასწავლებლები ყავდა, რომლებმაც ძალიან ბევრი საიდუმლო გაანდეს ჩინური და ზოგადად აღმოსავლური ენერგეტიკის მხრივ და ეს ქართულ მენტალიტეტთან უფრო ადვილად კარგად მოვიდა ეს ყველაფერი და ადამიანს უკვე შიდა რეზერვები, გარე სამყაროსთან შეერთება და იქ ჰარმონიაში მოყვანა, აი ეს ყველაფერი გაცილებით კარგად ოსტატებიც გამოჩნდნენ კიდე ის მანტაკჩიას ხშირად ვახსენებ ხოლმე და თელ მსოფლიოს პირდაპირ ვიტყვი ესე რომ აი თვითონ თუნდაც ჩინური სექსუალური ენერგიის მართვა თელ მსოფლიო დღეს უკვე მაგეთ გადაჯდა ეს სექსო პათოლოგები თუ სექსოლოგები რასაც ქვია ძალიან ბევრი იყენებს უკვე და ამ თემას და მიხვდნენ რომ იქ ძალიან დიდი ცოდნა არის ამ ხელ დაგროვებული 10,000 წლოვანი ცოდნაა და აი იქიდან ადამიანის რესურსების მართვა, ორგანოების ხუთ ესე ფილოსოფია დაოსური, ძველი დაოსური არის ხუთ იმაზე, ასე ვთქვათ, ელემენტზე. და ამ ხუთი ელემენტის ალქიმია კიდე ის ცალკე თემაა. ხო და ყველა ორგანოს თავისი ენერგეტიკული ცენტრები აქვს, სფეროები აქვს, თავისი სტიქია, თავისი ელემენტი, ხუთი ელემენტი შეესაბამება და ასევე ხუთი ძირითადი პლანეტა. რომლებსაც ასევე პოსტსატურნისეული პლანეტებიც ხო არის ეს ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, ესენი მე აღმოაჩინეს, მაგრამ პოსტსატურნისეულია და იმ ზონაში შედის. ანუ ყველა ორგანოს თავისი პლანეტა ჰყავს მოკავშირე ზეცაში, იქიდან თავისი ფილტრები აქვს, თავისი რაღაცები აქვს დასამუშავებელი და ბოდიში ასტრომედიცინას მაქედან ვიკვლევთ ხოლმე პლანეტები რა არის დაზიანებული იმ ორგანოში ენერგეტიკული ბლოკი არის და შენ მე ძალიან კარგად მუშაობ ამ ბლოკებზე. ხო და ამ ყველაფერს მე ავცელებ წინ შენ და უნებურად აი თქვა რომელიმე ორგანოს აქვს რაღაცა ბლოკი აქვს ადამიანს ან პლანეტასთან თუნდაც დაბადებიდან მოყვება ან იმ ასტროლოგიური მონაცემიდან მოყვება. ხო იმ ზონას ვამუშავებთ და იმ კონკრეტულ პლანეტასთან და იმ კონკრეტულ ორგანოსთან უფრო ადვილად ჰარმონიზდება ეს ენერგია, ადვილად გამოდის წინ და რასაც ვასხივებთ, მე იგივე იმას ვღებულობ ცხოვრებაშიც, ხო? აი მაგალითად იუპიტერის პრაქტიკებით, აი მარჯვენა ყურის ზემოთ არის შემოსასვლელი ზონა, დაახლოებით 10 სანტიმეტრის სხეულიდან კიდე, აი აქ არის ფილტრები 45 გრადუსით მაღლა, იუპიტერი თან ხისტიქი არის ამ ძველი ჩინური ფილოსოფიის მიხედვით, ღვიძლსა და ნაღლის ბურჯს უკავშირდება და ამ ორბიტების დამუშავება არის ძალიან მარტივი და
ეფექტური, რომელსაც მე ასხივებს ადამიანი თავის დაუნებურად უკვე იუპიტერის გამტარიხდები და წინ მოდის ეს იუპიტერი. ხო და აქედან არის ხოლმე ის წარმატებული ხალხი მე უძბად ხდება, აი ზოგი ყოფილა რომ ერთხელ ამას შეეხო და მეორე დღეს სკოლაში რაღაცა ოქროს медали ესეთებიც ყავს. ძალიან ბევრი უძბად დაწინაურებები იუპიტერი თან კი გაკვირდება, მაგრამ საჩუქრების ესე გაცემაც უყვარს და ძალიან ბევრი ადამიანი აი ზუსტად მაგით მოიხიბლა თავიდანვე, იმიტომ რომ ძირითადად ახალგაზრდები მოდიან ხოლმე და ამ ახალგაზრდებს ზედაც ეს ჯანმრთელობის პრობლემები რო არა აქვს, უფრო ინტერესდებიან ხოლმე რაღაც მომენტალური წინსვლით ან ზოგადად რაღაც კაი ამბების თემაში. ხო და ძირითადად ეს პლანეტების გამოსხივება ხდება ამ კონკრეტული შრეებიდან, რომლებსაც ამ ძველ ჩინელებს ვინასწავლათ, თვითონაც არ იციან, იმიტომ რომ ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ასე ვთქვათ, ეს ძველ ჩანაწერებში იყო ამ ჩინელებს ხო ყველაფერი შენახული აქვს, ძველი არქივები და როდის და ვინ მოიტანა პირველად ეს კონკრეტული პლანეტები, რომელ ორგანოს რატომ უკავშირდება. ახლა სიბრძნე არის, ხო საიდუმლო სიბრძნე არის და ზეციდან არის ეს ჩამოსული და მაგას ჩვენ ახლა ვერც დავამტკიცებთ რატო არის, როგორ არის, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან კარგად მუშაობს. ყოველ ორგანოს თავისი ელემენტის მიხედვით, თავისი პლანეტის მიხედვით აქვს გარკვეული ზონები, ამის დამუშავებას და ამის ადამიანის ენერგეტიკულ მთელ სისტემაში კარგად განვრცობას, იმ კონკრეტული პლანეტების კიდე სხეულის გარეთ ორბიტებზე გაყვანას და ამ ენერგიის კავშირებს და შეერთებებს. აი წერან ვახსენეთ, ხო, რა თქვა მზე ნეპტუნის შეერთება, იქ იუპიტერი და პლუტონი შეერთება, ძალიან რაღაც კაი ისე აქვს მონაცემები ესეთ რაღაცებს. და თუნდაც რუკაში ადამიანს რომელი ზონაც ძალიან გაუარესებული აქვს, აი ამის დამუშავების მერე გაცილებით მარტივია ხოლმე, იმიტომ რომ ხო თქვათ ასტროლოგებს უყვართ თქმა ხშირად, რომ აი რუკაში აქ პრობლემები გაქვს, აქ ეს რაღაცა და ხო და აი ამ თემებს რო შეაერთები, გაცილებით მარტივდება. აი ნახე ბოდიში როგორ მუშაობ, ახლა ჩემთან რომ მოდიან კონსულტაციაზე, აი სატურნი მაგალითად, ხო, არის ნეგატიურად. იმას კი არ ვამბობთ, რომ აი სატურნი და მორჩა არ გამოგივადა რა. ვიწყებთ თერაპიულად მუშაობას. რა ბლოკები არის შეგნით, ახლა ამას ვეძახით სუპერეგო, რომელიც აი ამგზალავია, შიდა აკრძალვები როგორ შეიძლება, მე შევრცხვები. ანუ ეს არის ფსიქოლოგიური მექანიზმი, ესე რა თქვა. ამაზე ხო მუშაობთ ფსიქოლოგიურად. მე შენ ახლა იმ დღეს რო ვიყავი კიდე შენთან პრაქტიკაზე, სატურნის თემა რო ახსენე, მე ხო უკვე ვიცოდი სატურნი ჩემთან როგორ არის მაგალითად რა ინტროექტები მაქვს მაგალითად სატურნისგან და აი აქ გაცნობიერება და პლუს შენ ტექნიკა ჩავრთე. მე რომ კითხავ, აი ძალიან მაგარი იყო. აი ზუსტად ვიცოდი უკვე რას ვაკეთებდი და აი ეს შემავსო უკვე საერთოდ ბოლომდე და თანაც თავდაჯერებულობას გაძლევს ადამიანს, როდესაც იცი რომ მანამდე რო გეგონა რომ რაღაცა ზემოდან ბლოკავს. არა, ეს ჩვენია, ჩვენ. ხო, უკვე ხვდები რომ შენ იმის ნაწილი ხარ და არ არის ვიღაცა იქ მრისხანე პლანეტა, რომელიც გვებრძვის, კი არ გვებრძვის, პირიქით იმას უნდა შეერწყა იმის კონკრეტული ორბიტის თან რა არის ხა მარტო ფსიქოლოგიურად და ფსიქიკის დამუშავებას კი არა აქვს მთავარი მნიშვნელობა. ფიზიკური მოძრაობა, ფიზიკურად სად როგორ ხმებს უშვებთ ხოლმე ის პრაქტიკებში. და პლუს რომელიც ძალიან უხერხულია ხოლმე, მაგრამ ამიტომ მეზობლებს ფანჯარა უნდა დაახუროთ ვისაც სხვენია. ამიტომ ეს საქმე რა შეკიდა, ენერგიას აქვს კიდე თავისი ინერცია. რასაც არ ითვალისწინებენ ხოლმე იგივე თუნდაც ეზოთერიკოსები და რაღაცა ეს ენერგიას თითქოს რაღაცა დახატულია მარტო და აი ეს რაღაცა მკვდარ ზონად განიხილავენ თითქოს ადამიანს. ეს ცოცხალია, გარდის, გამოდის და იმ ზუსტად აი მაგ სიცოცხლის უნარიანობის გამო ეს ენერგეტიკული ტალღები მე იცვლება გზადაგზა თავის ინერციას აყალიბებს და ხო გვინახია რომ ერთი და იგივე დღეს დაბადებული ადამიანები რა თქმა უნდა სხვანაირები არიან, იქ ოჯახს გააჩნია, თავის ყველაფერს გააჩნია, რა თქმა უნდა გარეგნობა თავის კონკრეტული, მაგრამ საქმე რაშია რომ ზოგიერთი ადამიანი ადვილად იტანს იმ რაღაც სირთულეებს, ზოგი ცოტა რთულად ცხოვრებაში, ხო? ზოგი ისტერიულად გამოხატავს ამ თავის რაღაცას, ზოგი ძალიან მარტივად. ხო და ამას თავისი ინერცია აქვს ამ ტალღებს, რომელიც ადამიანს ჩაწერილია, ჟამთა აღწერლებს ვეძახით ხოლმე ჩვენ იგივე ორგანოები შარცასქესო ორგანოთა სისტემას თავისი ის აქვს ფუნქციები, ხო? ეს ფსიქოლოგიურად რაღაც შიშებზე, ვთქვათ, ეს თირკმელები და ის შარდის ბუშტი შიშებზე, მომავლის შიშებზე არის. ის შეიძლება ბავშვობიდან ჩაეწერა, მაგრამ შეიძლება კიდე განმავლობაში აკრიფოს. ენერგეტიკული ინერცია შეიძლება გარეთ სულ სხვა სოციუმში აკრიფოს ადამიანმა, იქ გავრცელებული 1000 სხვადასხვა მოვლენა, ხო ეს პარაზიტირდება რა, ასე ვთქვათ, იქ სივრცეებში და ზოგიერთ ადამიანს ეს თუ არა აქვს ეს შრეები, ეს
ორბიტები, იმ პლანეტების დამუშავებული თუ არა აქვს, ძალაუნებურად ადამიანი იმ მასაში ითქვიფება და ამაშიც ახდენს გავლენას, სულაც რომ არ კონდეს იმას სუსტი ზონა პლანეტარული ასპექტით, ხო? ამიტომ საჭიროა ხოლმე, როგორც დავარქვით მე, ჭკვიანი აურა, ეს რა ჭკვიანი სახლი და ჭკვიანი ტელევიზორი და რაღაც ხო არის და ეს ადამიანს დამუშავებული აქვს იგივე იმ ალქიმიურად, ხო, უკვე თვითონ გადაამუშავებს ამ ყველაფერს, ჭკვიანი აურა მაგას ნიშნავს, რომ თვითონ ამუშავებს ამ ყველაფერს და რომ მიდიხარ, როგორი ცუდი ადგილიც არ უნდა შეხვდეს ადამიანს იმ დროებით საცხოვრებლად თუ სამსახურში თუ ან თუნდაც იმ დღეს, ეს უკვე აძლევს იმის უნარს, ან იმას გამომუშავებული აქვს უკვე ძალაუნებურად ეს ყველაფერი, რომ თავისთვის კაი შედეგი დადოს მაინც. იმიტომ რომ ეს შედეგსაც გაძლევს მე. ეს მე თავიდან ხო სპორტის გამო დავიწყე ძირითადად. და გადახედე მე-12 სახლში ენერგეტიკულ პრაქტიკებში, როგორც მე. კი ბატონო. ხო და ეს მაგას თვითონ მე უკვე ადამიანი ხვდები რომ რამხელა შედეგები აქვს ამას, ან რამხელა ძალა აქვს, ხო? ყველას გვჭირდება განვითარება, რაც უფრო წლები გადის კიდე ახალ-ახალ რაღაცებს იგონებს ადამიანი და მუდმივად რომ წინ სწრებად რო იყო ამ ყველაფერთან და არ იყო რაღაც არ ჩამორჩეს ადამიანი განვითარებას და ის know-how-ები რაც მომავლიდან მოდის კიდე ჩვენ ამ ორბიტებს რო ჩვენ ფსიქიკის რაღაც სეგმენტებს ჩვენი ირგვლივ რო ვაგრძელებთ ეს ხდება მე იქიდან და ხარშავს ამ მომავლიდან წამოსასვლელი ინფორმაციები და ადამიანი უკვე მომზადებული ხდება გაცილებით მარტივად და ადვილად თუნდაც იგონებს გამოგონებებზე მაქვს უკვე ეს ტექნოლოგიები და ეს ურანის რაღაცები მეც ხო მაგ და ანუ იქიდან გაცილებით მალე ხვდები რაც შემოვა მოდაში თუ აი რასაც ახლა მომავალთან კონტაქტზე გადიხარ ენერგეტიკულად და იქ რაც სამყაროში რაც მოდის ამ ეპოქაში შემოსასვლელად ჩვენ წინასწარ უკვე მოფიქრებული გაქვს ახლა მე ესენი გაცილებით ადრე დავიწყე ვიდრე დღევანდელი თუნდაც ეს ნებისმიერ ფსიქოლოგები თუ ვიღაცები ამებს დაამუშავებდნენ იმიტომ რომ ეს ჩინელებმა იმიტომ შემოგთავაზეს თავიდანვე რომ ეს გაცილებით წინსწრებად გექნებათო რა და ეს თემები რომ მუშავდება შენ უკვე იქ რა არის ის იცი და მე იმდენი პრაქტიკა შევქმნე მე ამ ბაზაზე ის ნეიროიმპულსური მოძრაობები პლანეტარული თერაპიის ეს კონკრეტული დამუშავებები მთელ ევროპაში და ამერიკაში მანტაკჩიამ შეიტანა ეს რაღაცები თავისებური განხრით და იყო აი თქვა 20-30 წლის წინ ევროპასა და ამერიკაში ამ კონკრეტული პლანეტების დამუშავების ტრენინგებს ატარებდა ეს მანტაკჩია, სადაც კონკრეტული თქვა აი მარსი არის ამ ზონაში, აი აქედან შემოდის მარსი, თავი აი შუბლის ზონიდან და იქ ერთიანი ჯგუფი ამ კონკრეტულად პლანეტა მარსთან ან იუპიტერთან სულ ერთია, იქ იმ პლანეტასთან ამყარებდნენ კონტაქტს ერთობლივი ამ მედიტაციებით, ძველი ჩინური ვარიანტების მიხედვით, რომ იმ ორბიტას ხსნიდნენ და მე ამ პლანეტის ენერგია დამუშავებული გამოდის ისე რომ ანუ ამას ვერანაირი ხელოვნურად ვერ მოიფიქრებს ადამიანი ეს როგორ უნდა გააკეთოს მაგრამ ვირტუალური სივრცეც ჩვენია ანუ მარტო აქ არა ვართ არამედ ყველგან ვართ ხო უკვე და ისინი თან კარგად სწორად შეერთების გაფრინტურის შემთხვევაში ადამიანზე დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაშიც პირად ბედიღბაშიც ასე ვთქვათ კარიერაშიც უკვე წინსწრებად მოყვება მე და მე მაგიტომ მომეწონა ესენი რომ მეთქი ამდენი ხანია ეს ცოდნო და საფეხბურთო კარიერაში მეთქი რომ უკვე რომ დავამთავრე მაშინ რომ ცოდნო და აღარ დავამთავრებდი რასაც გავყვებოდი ბევრი სპორტსმენები ყავს რომლებიც აი დედებმა ძალით მოიყვანეს რომ იმ ბავშვებს ახლა ბავშვმა რა იცის ეს რა არის ხო იქ რაღაც პატარ-პატარა ის ვარიანტები ვასწავლეთ ზოგს ან თუნდაც 1-2 მოდელი რომ მისცე იმ ადამიანს რომ მთელი ცხოვრება გამოადგება ისეთი პატარ-პატარა ვარიანტები გვაქვს რომ გამოადგება და მე ამას იყენებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში და იმიტომ ბავშვებსაც ძალიან უყვართ. ხო, იმიტომ რომ იმდენად მარტივია, გასაკეთებლად, ძალიან ხელა შედეგი აქვს არადა. არის თხოვს ძალიან აი NLP-ს ნეიროლინგვისტურ პრაქტიკებშიც ვაკეთებდით ხოლმე ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებს. უბრალოდ შენ რა მომეწონა, იცი, აი კარგად გაქვს სისტემურადაც აწყობილი თან და იქ არ არის აი დრამა არ არის. დრამა რა კუთხით? ზოგჯერ არ არის, ხა მე თუ თერაპიაზე ჩემს ტრავმებს გავდივარ, აი ახლა აქეთ პრაქტიკებში ხანდახან აი ზუსტად ეს ენერგეტიკული ტაიჩის ვარჯიშები რო არის, ხო? აი ეგეც არის, ხო? იმიტომ რომ აი ეს ავტომატიზმის დონეზე რო იყოს თან ჩასული, მაგრამ თან პოზიტიური ის კი სატურნს რო უყურები, ზოგადად უყურება აიმე სატურნი, ხე შენ რომ მაშინ თქვი რომ აი არ დამსაჯო დამეხმარე რაღაცა, ახლა აი კონტაქტია, ეს კომუნიკაცია არის პლანეტებთან ენერგეტიკულ დონეზე. თან ეკოლოგიური. ხა წარმოიდგინე,
ეს როდესაც თვითონ ამყარებ უკვე იმ ვირტუალურ სივრცესთან, შენ ამყარებ კონტაქტს ერთი-ერთზე. ზოგს სჭირდება ხოლმე მაინც და მაინც აი ფიზიკური მასწავლებელი, აი მაგალითად თამო კარგად ესეთ რაღაცებს კარგად ხსნის ხოლმე, ხო? ყველანაირად წლებია ვიცნობ და ვიცი რომ კარგად ერკვევა ამ რაღაცაში, ამ ფსიქოლოგიაში, ამ პლანეტებთან და რაღაც, ხო? ხო და უკვე უშუალოდ იმ პლანეტასთანაც რო ამყარებ შენ ერთი-ერთზე ამყარებ. მთელი სისტემა იკვრება უკვე. ეს პლანეტა უკვე იმისი ტალღები, ყველა პლანეტას ხო გამოკვლეულიც არის, რომ თავისი ტალღები აქვს, სხვადასხვანაირი ვიბრაცია, ხო, სხვადასხვა ხელწერა აქვს ყველას, ხო? იმასთან უკვე შენ შედიხარ კონტაქტში და შენც იმისი მატარებელი ხდები. იმისი მატარებელი რო ხდები, ეს უკვე ამის გამოსხივებას რო ახდენ, ხო? იმ პლანეტაში რაც სასურველი არის, რაც პოზიტიური არის, იგივე ჩვენი საყვარელი იუპიტერი, რომ გამარჯვება და წარმატება რო ჰქონდეს ადამიანს, უკვე ძალაუნებურად ის კონკრეტული ორბიტა იმ პლანეტის ამ ღვიძლი თავის მარჯვენა სინქრონულ კავშირში ხარ და მე ამას ასხივებს. ეს ორგანოები უკვე ყველგან ხო ასხივებს და წინ არის მომავლის არე. ხო და ეს მომავალში რომ ავცელებ ამ ტალღას ძალაუნებურად შენ კი აღარ მიდიხარ იქ საბრძოლველად, იქ უკვე იუპიტერი მიდის და გინდა თუ არ გინდა, აი წარმატებას აღწევ ნებისმიერ ისეთ სფეროში რაც შენია, თანაც ამაში ეგ არის ყველაზე ძალიან რაც მომწონს რომ ამ ჩინელებს ესე ჰქონდათ ნათქვამი რომ სხვა თემაში რო არ ჩაითრიოს იმ პლანეტის რაღაცამ რომ ადამიანის რაც იმ კონკრეტულ ადამიანს რაც არ ევალება ან რაც იმისი საქმე არ არის და მისიაზე რო იციან ხოლმე რა არის ჩემი მისიაო რო იციან ხოლმე ეს რო ადვილად გაიხსნას ადამიანი და იმის საუკეთესო ვარიანტი გამოავლინოს ესეთი გამოთქმა აქვს რომ ყვავილებს არ ჭირდებათ იმაზე ფიქრი თუ როგორ უნდა გაიფურჩქნონ ისინი სინათლისკენ მიემართებიან და გზადაგზად თავისით იხსნებიან ამ პლანეტარულ თერაპიაშიც ეს არის ძირითადად კარგი რომ რაც შენში არის იმას გავლენინებს და რა რაღაცა სხვაგან არ წაგიყვანს რა ხშირად ხო არის ხოლმე დარწმუნებული ვარ შენთანაც ბევრჯერ უკითხავთ რომ აი თამო თქვათ რომელ ქვეყანაში მირჩევ რა იქ დასავლეთში აღმოსავლეთში მე არ ვაკეთებ ხოლმე მაგას ხო აი ეს უნდა მიანდო შენ განვითარებული ხარ უკვე ესენი გაგდამუშავებული და უკვე უნდა მიანდო სამყაროს და თვითონ სადაც გაგიყვანს იქ იქნები წარმატებული ან თუ სხვა ქვეყანაში პრობლემები არის დააკვირდი რატო არის პრობლემები და თვითონ გაგიყვანს იქ გვერდზე გაგიყვანს იმ მეორე ქვეყანაში გადაგიყვანს თვითონ მოგცემს რაღაც ინიციატივას ვიღაცას შეგახვედრებს მეც ახლა ზოგიერთი პრაქტიკის ვარიანტი მე ყველანაირი ის მაქვს ადამიანის ჯანმრთელობისას და განვითარების და კარიერის და ესეთი რაღაცების ხო თავიდან რომ დავაკვირდი რომ კაცების მაგიროთ ქალები უფრო დაინტერესდნენ აუდექი და ქალების რეპროდუქციული სისტემის განსავითარებელი ვარიანტები შევქმენი, რომელმაც უკვე უამრავი ბავშვიც გააჩინა და ეს ქალური დაავადებების შედარებით მარტივად მოშორება რა შედარებით გაქრობა, ასე ვთქვათ, ან რაღაც ისეთ დონეზე ჩაყვანა, რომ ეს შემაწუხებელი აღარ იყოს, უბრალოდ თვითონ სამყარო მომცა ეს ინიციატივა და არა ჩემით, ახლა მე ქალებზე საერთოდ არ მიფიქრია რომ გინდა თუ არა ან იმ ბავშვებზე რომ ბავშვებზე მისთვის შემექნა, მაგრამ მოვიდა ერთი, მეორე, მე იქ რო ვნახე რომ ეს კარგად წავიდა, ეს თან ეკოლოგიური რო არის, ეგ არის, მაგას არ დიდი მნიშვნელობა, რომ ბევრი ადამიანი რაღაც თავისას ატენის ხალხს, ხო, ესეც არის და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ისეთი რაღაცა გავაკეთო, რაც ჩემთან უკვე კარგად არის ასე ვთქვათ ტრანსფორმირებული და ვიცი რომ აქედან არაფერი ცუდი არ მოუვა და ერთმანეთს კიდე ოჯახის წევრებსაც კიდე რომ არაფერი არ დაუზიანდება. აი ესეთი ეკოლოგიურობამაც მომხიბლა თავიდანვე რომ აი ამით ნეიროიმპულსური პრაქტიკები რო გვაქვს ესე დაამოწესავით რომ წელავ ორგანოებს წარმოსახვით აკეთებ, მაგრამ რეალური მოძრაობით, ხო? ეს ვერაფრით ვერ დაგაზიანებს, ვერც შენ ახლობლებს და პლუს კიდე ეს სამყაროში ძალიან ისე ვთქვათ განვითარებს ადამიანს, იმიტომ რომ შენი ფსიქოენერგეტიკული აგენტები უკვე სივრცეშიც არის განფენილი და შენი სხეული უკვე იქიდანაც სწავლობს და იქიდანაც ღებულობს იმ პოზიტივს სჭირდება. ანუ როგორც აი რომ იმაში ხო არის ხოლმე ყანას რომ გათოხნიან და ერთი აი გათოხნაო 10 მორწყვას უდრისო თუ პირიქით აღარ მოხსენ. ამით ჩვენ უკვე სივრცეში გავდივართ ასე ვთქვათ და ხარ არის იცი რომ აი კამერასთან ახლა რომ არაფერი რეკავენ დათიშავენ დამოვიწყდა გამორთვა ესე იგი რა იყო იცი საინტერესო ხა მე თან ხო ყველაფერში მიდემოდებული ვარ ხა ერთი ფსიქოთერაპიული უზნაძის ფსიქოლოგია დავამთავრე მეორე ინსტიტუტშიც ვარ ფსიქოლოგიის უამრავი რეგრესული ჰიპნოზი მაგავლილი წარმოსახვითი თერაპიები ყველგან მოძრაობ
და რა იყო იცი ჩემთვის საინტერესო ხა მეც ხო ამდენი წელია პრაქტიკაში ვარ და ხა ასტროლოგიას მე ენერგეტიკულად ვამუშავებინებ ადამიანს ხა უყვერუკა ეს ჩემთან არ ხდება ჩემთან მეთის პირდაპირ ფსიქოლოგიურად ენერგეტიკულად ამუშავებამ ყველაფრის ხო და ყოფილა ესეთი პრაქტიკა ძალიან ხშირად ყოფილა ყოთე ასაკოვანი ქალი მოდის რომელსაც უკვე აღარ აქვს ეს რეპროდუქციული ასაკი ასე რომ ვთქვათ და გვაქვს იქ, ეს მასწავლიც გვაქვს ჩვენ, რომ ენერგიასთან კონტაქტია, უბრალოდ ქალურ ენერგიას ხვდები. ან თუ რეპროდუქციული პრობლემები გაქვს, იმ ენერგიასთან კონტაქტი გაქვს, ხო, ეს წარმოსახვითი და ყოფილა ესეთი რაღაც, რომ სადღაც ქონიათ დაბლოკილი, როდესღაც ეს ენერგია, ეწყინა მაგალითად საყვარელი ადამიანმა მიატოვა და ჩაკეტა, ზოგთან იყო ცუდი გამოცემა, ყველას თავისი მიზეზი აქვს, ზოგს დედასთან აქვს და ქალების გვართან. ეს უკვე კარმუთემში ვამბობთ ხოლმე, ხო? რაი, ქალურ გვარში ყველა დედა ერთმანეთზე ნაწყენი არის. ქალური გვარი იკეტება. და როგორც კი ამაზე გვემუშავია მაგალითად, ხო? აი, უცებ მეუბნებიან თან ის მაქვს რა ისტორია მაქვს უკვე ერთი და იგივეს რომ მეუბნებ უკვე ვიცი წინასწარ სიტყვას რომ ეხლა ვგრძნობ თითქოს აი საკურთხეებს ვგრძნობო აი თითქოს ისე იმას ვგრძნობო როცა არ მაქვს უკვე ეს თემები რა აღარ არის აქტუალურია რა ესე ვგრძნობო თითქოს გამოთავისუფლდა იმ ძველი რაღაცა ყენები ესე დამუშავება ხდება მაგრამ წარმოიდგინე ეხლა ეს ერთჯერადად ხდება ეხლა შენ მაგალითად კვირაში ერთხელ რო გაკ აი როცა უკვე სისტემატიურად ეხები ამას აი ეს მინდა რომ გკითხო, იმიტომ რომ ხა კი თერაპიულად ყოველთვის არ არის ენერგეტიკული პრაქტიკები. ხო, ხა მე მაგალითად ჩემთან უკვე რომ ვიცი ეს ტექნიკები, ფსიქოთერაპიულად მუშაობ ჩემ თავზე. პირდაპირ ველაპარაკები ორგანოს მაგალითად. აბა ხა და აი ხელით წარმოსახვით შენს კარგად მასწავლეს შეხებით. აი ესე თითქოს შეეხები რა ხდება ეხლა მან, ხო და თარგმნი ამ ენერგიას, რასაც გრძნობ შეგრძნებების ეს უკვე გეშტალტი არის, როცა ხელზე ორიენტებული თერაპიაში შეგრძნებებს აკვირდები. და აქედან უკვე შემიძლია რაღაცნაირად ამ ენერგიაზე ვიმუშაო, თქვა სიტყვაზე. ოღონდ შენთან არის ეს უკვე აი განაუკვე რო შეიქმნება პრობლემა, განაუკვე რო გამწვავებული არის. ანუ უკვე როცა სისტემაში გაქვს ჩასმული. ეს უკვე ყოველკვირაულად ახლა ვიდეო და გვიტოვებ შენ სესიების მერე და ხო სურვილი აქვს ხო ესეც არის. აი ეხლა რა მინდა იცი კითხო რომ აი მე მუშაობ უფრო ესე ერთჯერადად აი მაგარი ბლოკი რო არის და უცებ რო გახსნი რა ამას რა და აი სერიოზულად თერაპიულად და კარმულად და გადააპროგრამე. ახლა შენთან უკვე ყველა ორგანოები არის აქ ჩართული და უკვე ზოგადი ეს შემოდის რამდენად მნიშვნელოვანი არის უკვე ეს პრაქტიკა სისტემატიურად ახლა გეტყვი. ანუ ერთი არის აი რაღაცა თქვათ არის ხოლმე ხო? რაღაც პრობლემა ჰქონდა, მოიშორა და ახლა ხო შეიძლება და ყოფილიყო რომ საერთოდ არ ჰქონდა ის პრობლემა ადამიანს და განვითარება და წინსვლა ხო სჭირდება. ანუ ეს არის ალქიმია, ეს შეიქმნა თავის დროზე ადამიანის გასასხივოსნებლად რომ გარდაცვალება შორს იყოს ჩვენგან, მაგრამ ნუ საერთოდ ნებისმიერი ეს აღმოსავლური მიმდინარეობები მაგაზია რომ გარდა სახვა უნდა მოახდინო საკუთარი ცხოვრების ენერგიის ისე, რომ მე იქ ზედაშრეებში მოხდე, ხო? ხო და ამ ენერგიის დამუშავება, გაუმჯობესება, სხვადასხვა უფრო ისეთი ტალღების გამომუშავება, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში არავის არ აქვს. ანუ განვითარებაზე არის ეს ადამიანის და ამ განვითარებას თავისი საფეხურები აქვს, რაღაც გარკვეული კიბეები, ასე ვთქვათ და აი დაამუშავა ადამიანმა, მაგრამ იმან ხო არ იცის ეს ენერგია რაში გამოიყენოს, ხო? ხო და მთელი ცხოვრების განმავლობაში ის თავიდან ისტრესება, ან თავიდან ემოციებს გამოავლენს, ან ვერ გამოავლენს. ხო და ეს ყველაფერი მუდმივ მოქმედებაში არის მოყვანილი. რომ ის აი მარგალიტიც ალქიმიური მარგალიტი ხო ესე იკრიბება, ხო რომ ის გადამუშავდა ერთი ელემენტი, მეორე ელემენტი და მუდმივ იმაში არის ადამიანი მოქმედებაში და ის ენერგია უკვე ის სუბსტანცია, რომელიც გამოიკვეთა მერე და დაკრისტალდა, ხო? იმას იცვლის კიდევ უფრო თავის შემადგენლობას, ასე ვთქვათ, ხარისხს იცვლის და ადამიანს ეს სჭირდება ის წლების განმავლობაში დავოსი ოსტატები ამებს ამუშავებდნენ და ქმნიდნენ სულიერ სხეულს, რომელიც მერე გარდაცვალების მერე აგრძელებს ცხოვრებას ზედა შრეებში. ის ფილოსოფია. ანუ ენერგეტიკული ძიმე მატერია, ენერგეტიკა აღარ იკვრება სხეულში. როგორც ეხლა რო არის, რომ აი ვთქვათ ადამიანის მთელი ეს ქვეყნები ცდილობენ განსაკუთრებით წამყვანი ქვეყნები, რომ ეს ენერგიის რესურსების გამოყენება ისწავლონ უფრო უკეთესად. ვთქვათ 20 საუკუნის წინ ერთი რაღაცა იყო, ეხლა ჩვენ სულ სხვა რაღაცაზე ვართ უკვე გადასული, ხო და ეს კოსმიური ენერგიის მოხმარება, აი ამის კულტივირება იყო მთავარი
ასე ვთქვათ, ამოცანა თუ ცხოვრებისეული ის რა, ასე ვთქვათ, ამოცანა დავარქვათ ესე და იმიტომ არის რომ ერთხელ რაღაც ავად გახდომის გულისთვის ბევრჯერ მithქვია ვინმესთვის რომ აი ამ პრობლემას მომიგვარებს რაღაც აი ფეხის თითზე რაღაცის მაგ და ამასო მომირჩენსო და მithქვია ხოლმე ცოტა მისაყვედურია რომ ამისთან ამხელა ფილოსოფია შენ მაგაში გინდა დახარჯო მაგას კი მოგიჩეს მაგრამ ეს იმდენი რამედებს ამაში კიდე რომ შენ 10 თაობა გაყვება კიდე წინ და ძალიან მაგარ რაღაცაზე გაგიყვანს ცხოვრებაში გავითარებს ყველანაირ სასურველ ვარიანტებს განახებს ასე ვთქვათ ანუ ეგ არის განვითარებას იძლევა ეგ და ჩვეულებრივ შემთხვევაში ვთქვათ მოირჩინა ადამიანმა იქ რაღაც კონკრეტული პრობლემა ჩაახშოთ გააქრო თუ რაც გაანეიტრალა ეგ მე რას გვაძლევს ხო ანუ უბრალოდ ჯანმრთელი ადამიანი განულდა ხო ის რაღაც პრობლემა ჩვენ უნდა წინვე აწარმოო ეს ენერგია და ჩადო მაგის გენერირებას ვახდენთ ახალ ენერგიას უქმნით რომელიც მე გეხმარება იგივე ხოწლების განმავლობაში გახსოვს რომ მე ვცვლი ხოლმე ჩემს მიმართულებებს ხან პირდაპირ ფიზიკური ეს დიაგნოსტიკა რომელ ორგანოში სად რა ხდება პირდაპირ ჩანს ხო მეც მაგ ხოლმე 2 წელი ერთ თემას მივყვები მე მეორე თემას მე მესამეს ანუ ორგანოებში ბევრი ეკოსკოპისზე უკეთესად და პირდაპირ დამინახე ბევრი პროფესორიც ყოფილა ჩემთან იგივე გინეკოლოგები რომლებსაც თვითონ ჰქონდათ თავის თავზე იქ რაღაც პრობლემის გაკეთებული ოპერაცია და პირდაპირ მithქვია რომ აქ რაღაც შარდის ბუშტი და ის საგვერცხე რაღაცნაირად ეგ ცნობ ხო აი როგორც ახლა ჩვენ ენერგეტიკულად ანუ პირდაპირ ხედავ ამას ხო და იქ კიდე მე სხვა რაღაცეები ირთვება სხვა რაღაცის დანახვა სხვა რაღაცის ანუ ეს მანდაქჩიას დავესესხები ისევ რომ აი ძველი დაოსი ოსტატებიო იმ დროს ხო არ იყო ესეთი სამსახურები და რაღაცა დადიოდნენ მდიდარ ფეოდალებთან იმათვის ან ნათემხილველობისთვის ან იმისი მომავალი ეწინასწარმეტყველად და იმით ესაზრდოა თავისი თქვა თავი ასე თქვა და ასევე იყო რომ იმ კონკრეტულად ორგანოების ან რაღაც ჯანმრთელობის მოგვარება მოეხდინათ ასე თქვა თან ექიმობად შედის ასე თქვა კურნალობა განკურნება და თან ნათემხილველობა და ძალიან ბევრი რაღაცა და მე ახლა ვეცადე რომ ძალიან ამ ბოლო დროს რო სულ ეს ნათემხილველობა და ისინი რო დაიწყო ცოტა გამოვერიდე ესეთ თემას იმიტომ რომ მე მაინც უფრო პრაგმატული და აი რეალურ შედეგებზე გათვლილი მაქვს ეს ყველაფერი თავის დროზეც მაგიტომ დავიწყე რომ ძალიან ჰაერში და იმაში არ გავიდეს ადამიანი და ამიტომ გადმოვამონტაჟე ყველაფერი ისე რომ როგორც თქვი წეგანო კარგად სტრუქტურები კარგად არის შექმნილი ამ პრაქტიკების სხვადასხვა ვარიანტები რომ ადამიანი ფსიქოლოგიურადაც ენერგეტიკულადაც ფიზიკური ორგანოების ძვლების სახსრების ამ სისხლძარღვების დონეზეც კარგად იყოს აწყობილი და კარიერა სამსახური და აი თავისი განვითარება სასურველი მიმართულებით მოახდინოს რეალურად და არა აი ფანტაზიებში რო არ ჩაიძინოს რა არის ფანტაზიები როგორ ფიქრობ აი ფანტაზია არის ჯერ ერთი ენერგოინფორმაციულ სივრცეში ვცხოვრობთ ხო ანუ ირგვლივ ყველაფერი ენერგია ადამიანს თუ არ აქვს დამუშავებული საკუთარი ენერგია, აქვს რაღაცა ხვრელები, ხო? ესე რომ წავიდეთ ესეთი ლაპარაკით, ესეთი საუბრით, ხო? ირგვლივ არის უამრავი რაღაც სხვადასხვა ეგრეგორი, სხვადასხვა პარაზიტი მართავს თუ რა მართავს არა აქვს მნიშვნელობა, ხო? აი ეს ადამიანი ეს პადვოდნის აქვს კარგად და მაგაზე. ვთქვათ ვიღაცა მეზობელი ან მეგობარი ან ნათესავი ახლობელი რაღაცა თემაში არის ჩაფლული. იმისი ტალღები გინდა თუ არ გინდა ჩვენთანაც მოდის. ნუ ჩვენთან აღარ მოდის შეიძლება, მაგრამ სასიზმრეთი ჯგუფი ხო გავს 10 წელი მთელი საქართველოს სიზმრები დახარისხებული მქონდა დღეში 100 სიზმარს ხსნიდი და ფსიქოლოგიურად ფსიქიკაზე გასვლა მაგიტომ მოვახერხე ადვილად, იმიტომ რომ ადამიანი ერთს ამბობს, მეორეს ამბობს უკვე ვიცი იმას რა სჭირს როგორ სჭირს, ხო? ხო და მაგას ვიზახი რომ აი გარედან შემოსული ტალღები ადამიანში აგენერირებს უამრავ სისულელესაც, შეიძლება პრაგმატულ და სიგრძნესაც და კარგ რაღაცასაც, მაგრამ შემოდის ძალიან უამრავი რაღაც. ხო და ეს ადამიანს ხო უნდა რაღაცაში გამოავლინოს და სხვადასხვა ფანტაზიები, ვინც ხელოვნებაში ამას გამოავლენს, ძალიან კარგია და კარგ შედევრებს ქმნის და ვინც ისეთ ზედმეტად გაერთობა ამით კიდე უკვე იქ ფანტაზიებში გადადის, იქ თავისი ალბათ პლანეტების ნეპტუნი არის ჩვენთან ეგ და ეს კოლექტიურად ცნობიერთან აქვს კავშირი. ადამიანი იმდენ სისულელეში გვინახია ხო ჩაძირული რომ ვეღარ ამოდის მე ან ამოდის გაცილებით გვიან სანამ ის ხალხის უარეს მოეშვება იმისგან. ხო და აი ამ ყველაფერს აქვს ხოლმე ესეთი შედეგები არასასურველი სხვადასხვა მიმართულებით ეს მე სულ წოვს ენერგიას, სულ გადის ეს პარაზიტები ესეთი
იმით იკვებება. მე ვცდილობ ხოლმე რომ ეს სიტყვები უბრალოდ საერთოდ არ ვიხმარო, ჩვენ ყველაფერს ისე ვამუშავებინეთ ამ პრაქტიკებზე, რომ საერთოდ არაფერი ისეთ სიტყვასაც კი არ ვხმარობ, რომ ხალხს ზედმეტად არ მინდა ხოლმე რომ აი რაღაცა იმაზე მიეწებოს რა რაღაც. ამიტომ ეს ყველაფერი ჰარმონიულად სუბუქად ვცდილობ რომ მხოლოდ თავის თავში და პლანეტარულ ეკოლოგიურ სივრცეებში მოიძიოს და იმ ენერგიასთან კონდეს და ინფორმაციასთან კონდეს შეხება და არა მაინც და მაინც ხალხში გავრცელებულ რაღაც მავნე ჩვეულებებზე და იმათ საკვები არ უნდა გაიხადოს თავი და იგივე თუ გახსოვს შარშანწინი გარეთაც ხშირად დავდიოდი ხოლმე ისეთ ადგილებზე სადაც ძალიან ემოციური და ისეთი ან თუნდაც აქციების ზონები ხო იქ აქტიურდება ზედმეტი რაღაც სისულელეები ხო სივრცეში და იქიდან მე 1000 რაღაც შემოდის. ხო იმ ადგილებში იმ სივრცეების ამოსუფთავებას და განეიტრალებას ვახდენდი ხოლმე ესეთ ჩემი რაღაც დედამიწას ჩვენ უნდა გადაუხადოთ მადლობა რომ გვასაზრდოებს, ყვებავს რაღაც ვაცოცხლებს და იმ გადამუშავებასაც ნეგატიური ემოციის თუ ენერგიის გადამუშავებასაც კონკრეტული მეთოდებით გაცილებით მარტივად ახერხებს მე ადამიანი და აი ის რო არ შემოვიდეს თქო ზედმეტი არასასურველი ინფორმაციები ადამიანებთან მეგეთ ეხლა რა მომივიდა იცი თავში ამას რო ყვებოდი აი წარმოიდგინე რამდენი ხალხი ცხოვრობს ტოქსიკურ ადამიანებთან აი როგორ უნდა დაიცვას ენერგეტიკულად თავი შენი გადასახედიდან ყველას თავისი მეთოდები აქვს მაგრამ აი სავარაუდოდ ჩვენთან მოდიან ხო ესეთი ხალხი რომელსაც ან დედამთილი ყავს ენერგოვამპირი ბჭყალებში ზოგჯერ თვითონ არიან ხოლმე ხო იცი და სხვა სახეები ეგეც არის ეს ჩვენთან გვაქვს ფსიქოლოგიაში როგორ იცი რომ ქალი რომელიც იძახის რომ აი ჩემი მამაკაცი იყო ნარცისი ესეთი ეს თავად არის სავარაუდოდ ნარცისი. ცოტა უნდა გადაამოწმო. და ვინც იძახის რომ მე მაქვს რაღაცა პრობლემა, იმიტომ რომ ჩემს პარტნიორთან რაღაცები მაწუხებს და რატომ მაწუხებს, ესე იგი პრობლემა მაქვს. აი ეს არის უკვე ნარცისის სხერბლიო. ჩვენთან ესეთ რაღაც არის. ამიტომ მაგას ყურადღებით მეც უსმენ ხოლმე ხარ სამოდია ხოლმე ჩემთან, მაგრამ როცა მართლა ტოქსიკურ ისტორიასთან აქვს ადამიანს საქმე და აი რა ხდება ახლა შე რო თქვი რომ სხვისი ენერგეტიკული ველი ეგ ჩვენთან ნეპტუნური ენერგიაც არის და პლუტონურიც მაგრამ აი ზემოქმედება შემოდის ეს ხრელებიდან ესე რომ თქვა ხო აი ვლადიმერ ბენაიძე ჩვენთან ამბობს ხოლმე რომ ეს არის ენერგოდაბინძურება აურეს დონეზე შენ აურაში შემოდის სხვისი ენერგიები ხო ესე რომ თქვა აი მაგ დროს როგორ ხდება აი რა არის შენი აზრით ეს ნუ გასაგებია რომ რაღაცა კარმულიც არის ზოგჯერ არის მე სადღაც დაცვა არ ვიცი ჩემი თავი საზღვრები უნდა ვისწავლო ფსიქოლოგია ამას ამბობს რომ ჩვენ საზღვრები არ აქვს ემოციური და ფიზიკურიც კი ენერგოპრაქტიკაში რა ხდება რაც წინაზე რაც გავიარეთ აი ეს ალქიმია მაგას აკეთებს თვითონ ნუ კონკრეტული მეთოდებიც გვაქვს და ისე ზოგადადაც ვცდილობ ხოლმე რომ ვინც ზედმეტად ამ პრაქტიკებით არ არის დაინტერესებული და არც დაინტერესდება იმას წინასწარ ვეუბნები ხოლმე რომ როგორი ცუდი დღეც არ უნდა გადაიტანო ან რაღაც ცუდ ენერგიასთან შეხებას რომ უჩევიან ხოლმე გონებით გადააპროგრამე რომ ეს პირიქით შენ უფრო დაგეხმარება აი თუნდაც გუში ვიღაცა მაწყენინა ან რაღაცა პრობლემა მოხდა ან ზედმეტი ან თანხა დაეხარჯა რაღაც მოხდა ეს პირიქით შენ განვითარებაში გამოიყენებთ კი ვეუბნები რაც უფრო ნეგატიური რაღაცა მოხდა ის უფრო მეტად წინ დამეხმარება ხვალზე ან რაღაც ჩემ კონკრეტულ თემას შეუერთე ისე რომ ის კონკრეტული თემა მოგაწესრიგებინოს ეგ ერთი რომ ესეთი პერიადრესაცია უნდა გაკეთდეს აი როგორ დამინტერესდა ხო უბრალოდ ფიქრით. ან იმის ფიქრი შეგიძლია გაამყარო რომელიმე მოქმედებთან, კონკრეტული რომელიმე ვარჯიშით, რომელიც თუნდაც სულაც არ არის ამ პრაქტიკასთან ახლოს, აი თქვა ეხლა წავალ და ერთი განტელებს 10 ჯერ ავწევ და ეს გამოიწვევს ხვალე ჩემს გამარჯვებას იმ გამოცდაზე ან რაღაცაზე, რომელიმე ცხოვრებისეულ მომენტზე შეგიძლია მიაბა ეს ალქიმიური გადახაშვა არის ეგეც, ხო? და ასევე რაც თქვა კონკრეტულად სახლის საცხოვრებელი სივრცის გამასუფთავებელი კონკრეტულ 5 წუთიანი ვიდეო გვაქვს და შესრულებითაც ვასრულებთ ხოლმე ამ პრაქტიკაზე და გარეთაც მიდევს ბევრგან დედამიწის ენერგია ჩვენს სხეულში ანუ ტრანსფორმირდება და ირგვლივ ვავრცელებთ ამას სივრცეში, სახლის სივრცეშიც, კედლებშიც, ირგვლივ სასწავლებლის, საცხოვრებლის გზებზეც ვავრცელებთ ამას და ანუ ეს ენერგიის გამოყენება ამას ენერგიის ტრანსფორმაციას მუდმივად ანუ არ აქვს ალტერნატივა ასე ვთქვათ რა
ყველგან შეგიძლია ეს მართო კიდევაც გაუშვა განეიტრალოს ნეგატიური ადგილები და ასევე რაც ყველაზე მთავარია რაც წეღარას ვთქვი რომ ჭკვიანი აურა რომ იქნება ის კონკრეტული ორგანოების ნეგატიური ემოციების შესაკრებელი და გადასამუშავებელი გადასახარში ეს ალქიმიური ზონები რო გვაქვს ჩვენ ამას მე მუდმივად ვტოვებთ ჩართულს და რაც არ უნდა იყოს როგორი ცუდი ადამიანი თუ აი საზღვრებს ვერ იცავ თუ არის პირიქით მე მიშვებული მაქვს ეს ყველაფერი და ეს ყველაფერს თავისით აკეთებს და მე იმ ხალხთანაც იმიტომ მიხარია ხოლმე რომ აი ვიტყვიან რომ აი გუშინ წინ ესეთი რამე შემეთქვა ერთმანეთს იმ შეხვედრებზე რომ მოდიან ხოლმე საერთო შეკრებებზე იმას აზიარებენ ხოლმე რომ გუშინ შენი პრაქტიკიდან რომ წავედიო აი წინაზეც რომ დავამთავრეთ 5-6 გოგონა იყო დარჩენილი ერთმა თქვა რომ მეორე დღესო 200 ლარი ვიპოვეო მესამე თქვა ვიღაცა შეეშალა და ჩემთან მოიტანა ის რაღაცა საჩუქარიო და ვერ ვიპოვეთ ის პატრონი იყო ადმინისტრატორმა თქვა რომ დაიტოვე და თუ ვინმე გამოჩნდება მაგრამ არ გამოჩენილა არავინ და ანუ რას ვიძახი რომ აი ესენი მოაქვს მე პოზიტივის რაღაცა ხდება მაგაზე დეტყვი ოსტატების აზრსაც რომ თვითონ მანტაკჩიას კი ხშირად ვახსენებ მაგრამ მაგას ძალიან დიდი მასწავლებლები ყავდა გრანდ მასტერები ყავდა ზოგი ძვლების ენერგიის ზოგი ბრძოლის ზოგი ორგანოების ზოგი პლანეტების და ბევრი და მაგარი რაღაცა გამოიტანა წიგნების სახითაც და ესეთი რამეები აქვს ნათქვამი რომ როდესაც ამ პრაქტიკებში ერთვებითო ქვეცნობიერიო წამახალისებლად გიჩალიჩებს ესეთ საჩუქრებსო რომ მიგახვედროს რომ სწორ გზაზე დგახარ არ ხარ მარტო და ეს პლანეტებით შენ ანუ ერთნი ვართ და ცოტა რომ თავდაჯერებულობა მოგემატოს ეს პლანეტებიო ესეთ რაღაცას და ქვეცნობიერთან ერთად სინთეზში გაძლევს ესეთ წარმატების ვარიანტებს და იმიტომ არის ხოლმე რომ თვითონ იმ საერთო პრაქტიკის დროსაც ბევრი ყოფილა ესე რომ ერთდროულად მიუღია რამდენიმე ადამიანს მესიჯი SMS-ი რომ აი თქვა იქ რაღაც გასაუბრებაზე ერთი თვის წინ იყო და დღეს მოვიდა პასუხი რომ მიღებულია იმ სამსახურში ან რაღაც ხელფასი ქონდა ერთი წლის ჩასარიცხი და იმ დღეს ჩაურიცხეს ანუ რაღაცასთან რომ დააკავშირებინოს რომ ჩვენ არა ვართ მარტონი და კოსმოსიც გვეხმარება ანუ არა ვართ მიგდებული ხო აი ეზოთერულად ვამბობთ ხოლმე რომ დაბლოკილი ენერგია რომ იხსნება მე მოდის ხოლმე წარმატებებში ანუ ეს ნებისმიერი უფულობა უსიყვარულობა უსამსახურობა დაბლოკილი სხვადასხვა ცენტრებში, ენერგეტიკულ ცენტრებში ენერგია არის. და ამის გამართლებელი რო ხდები უკვე ანუ ეგ იჭერს ადამიანს რომ არ განვითარებისკენ და იმისკენ სწრაფა აღარ აქვს მე იმიტომ რომ ყველა გონია რომ არც ეს მიშველის არც ის მიშველის და ყოველგვარი გარე აი ფიზიკური რაღაცის დახმარების გარეშე თვითონ მოდის მე ის ყველაფერი და იმიტომ არის რომ მე თავიდანვე ეს მომეწონა ასე ვთქვათ რომ ზედმეტად მანამდე ვიყავი ესე ვთქვათ სკოლა, ფეხბურთი, ჯარი, ინსტიტუტი და რაღაც ისე ვიყავი რომ მაშინ ვერც მიყვებოდი. მე 11 საქმეს ჩავდი. ყოველთვის ვიღაცამ ფარველი გამომიჩნდებოდა ხოლმე, ან ინსტიტუტში გამოცდაზე, ან სკოლაში, ან ფეხბურთზე, ყოველთვის ვიღაცამ ფარველი მყავდა ხოლმე, იქ ჯარშიც მთელი ვაენი ოკრუგის ხელმძღვანელობა მყავდა პირდაპირ ესე ნაცნობების სახით. ყოველთვის იყო ვიღაცა აი ის ვერძის ბრალი იყო თურისი, არ ვიცი. მაგრამ ყოველთვის ყველაზე მთავარი ვიღაცა იყო ხოლმე და როგორც კი ესენი დაიწყეს პლანეტარული და ეს ჩინური ვარიანტები საერთოდ არავინ აღარ ვიცნობ გარეთ ვინ არის და როგორ თავისით ხდება ხოლმე მე ის ყველაფერი და ის ხალხით ვინც ამ პრაქტიკებში ერთვება მე იმათაც ესე თავისით უხდებათ ხოლმე და სულ მაგას ვიძახი რომ ეს ავტორიტეტული და ესეთი ხალხი შეიძლება აღარ გაიცნოს საერთოდ მაგრამ პლანეტები და ვარსკვლავები რომ შენი მოკავშირეები არიან და შენი ფარველები არიან ისინი უკვე ხელს გიწყობენ რომ გაგეხსნას თავისით ეს გზები და სამყაროსთან კავშირში გადიხარ რა. და რომელი ჯობია ხა რომ ვიღაცაზე იყო დამოკიდებული რომ აიმე მიშველე რაღაცაში თუდად ამაკ საქმე და დამეხმარე და დამაწინაურე თუ პლანეტა თვითონ იმისი ანუ გამტარი უნდა გაქვს. ველის თეორია. ველს შენ დამოკიდებულებაში შედიხარ მე უკვე. კი ბატონო და ეს არის ამ ჩინური პრაქტიკების ძირითადი არსი ეგ იყო და ხშირად იძახიან ხოლმე რომ აი პირადად იმ ვიღაცა ჩინელს რატო არ იცნობდი ანუ ვიღაცა მასწავლებელი უნდა თხოვე რომ მაინც და მაინც ფიზიკურად ნახო და მე ზუსტად ეს ამიტომ მომეწონა რომ ფიზიკურად კი არ უნდა ნახო იმ სივრცეებში გაერთიანებს იმისთანა პრაქტიკები გამოვიტანა მე აი ლოკდაუნების დროს თუ გახსოვს აქ მუდმივად ვაკეთებდი მე მაინც შეხვედრებს ხო და
ისეთი პრაქტიკები გამოვიტანე, რომელიც სადღაც 2020-ში იყო, ხო, ლოკდაუნების და 2022-ში, 23-ში გამოიტანა მანტაკჩია, რომელიც მანამდე არსად არ ედო. და მე ეს ავკინდე ჩემით რაღაცა იმით გამოვიტანე და ზუსტად ისეთი ვარიანტები დადო ზუსტად იმ თანმიმდევრობით. ის იმუნიტეტის ამწევი პრაქტიკა იმიტომ იყო, რომ ადამიანებს არავის არ ეკიდებოდათ იგივე ის COVID-ი. შეიძლება ზოგს ისედაც არ ქონდა ეგ არავის არ აეკიდა შეიძლება ვიღაცებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი დაავადების მოსარჩენი ფორმულები სივრცეშიც არის. უბრალოდ სწორი შეერთება გჭირდება იმ ყველაფერთან. ძალიან საინტერესოა მართლა. პლანეტარული თერაპია აქვს მამუკას Facebook გვერდი. ძალიან საინტერესო ხო? არა, თვითონ ის ჯგუფებს დიდად აღარ ვაქცევ ყურადღებას. მაგრამ აი ჩემი არის ცენტრალური თვითონ მამუკა მანგოშვილი, სადაც მიწერია და ის მაქვს ცოტა ლაითად მაქვს უკვე დიდ აქცენტს აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი არის მაინც ამ ჩემთან ისედაც და ფსიქოენერგეტიკა მამუკა მანგოშვილი ესეც მაქვს, ესეთი გვერდი მაქვს. თას ანონსებს დებ ხოლმე, როცა არის ძირითადად იქ და მესენჯერებში ამ ვიდეოებს რო ვაძლევ, იქ მესენჯერებში ვიყენებთ ხოლმე ძირითადად. და მთავარი მაინც ჩემი პირადი მამუკა მანგოშვილი სადაც წერია, იქ ვარ. Instagram-ზეც არის მამუკა? Instagram-ზეც არის. გეგმავ ხოლმე ეს ლაიქ. ხო, იქ ვიდეოს პატარ-პატარა რაღაცებს ვდებ ხოლმე, უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხის შემოსევა რო არ იყოს ხოლმე, ხო მე ვარ ძირითადად ხო იქ და მე უნდა გავცე ყველას პასუხი და ძალიან ძნელია ხა 100 კაცი. ვიცი. სასიზმრეთის ჯგუფებიც იმიტომ დავაარქივე, რომ დღეში 100-200 კაცი წერდა სიზმრის ახსნას კონკრეტულად რა ნახა, რატო და აი მთელი დღე ვერ ჩაერთვები მე. ან კი არ ვიღლები მეთქი, უბრალოდ მაშინ მთელი დღე იმას უნდა უყურო და ამიტომ არის რომ ეხლა ცოტა ეს ადრე რო იყო ხო იცი კომუნისტების დროს вас много ядно ხო იცი აი ცოტა ეგ ხო ეგ მაგას მეც ვამბობ ხოლმე ხან მე ერთი ვარ და თქვენ მე შედი ძალიან კარგად ეგრე სიტუაციაში ვარ კი არა ხო უბრალოდ ეს მესიჯებს აღარაფს მიხავ ზოგჯერ იმდენი მაწერილია მე ვერ ძიარ თუ მორიელი და რაღაცები და ვაყავ მან იყო ესეთი რაღაცაც კიდე რომ აი ადამიანს აი მაგალითად ფსიქოლოგია მაინც შედარებით სიზმრების ახსნაზე ცოტა ადვილია რომ ადამიანი გელაპარაკება და მიხვდები რა არის როგორ არის ეხლა სიზმრების ახსნა რო იყო 2018 წლის მე აღარ ხსნი რა აი ადამიანი გიყვება რაღაცას არც ვიცნობ არც სურათები უდევს თავისი და მიყვება აი გუშინ ლურჯი კაბა მეცვა და შევხვდი ვიღაცას რაღაცას დასნიშნავს ეხლა და შეიძლება ვეუბნები რომ ქალი ხარ ბავშვი ხარ მითხარია პლოვანება რაღაცა რომ ვიცოდი ჯერ ერთი რომ რამ ვინახა და აი მიდიხარ უკვე უნდა უთხრა აი აქ ესე იქნება და ბოლოს გეუბნება რომ აი მგონი ლურჯი კაბა კი არა მგონი მწვანე კაბა მეცადა ანუ სული ითვლება კაცინკა ასე ვთქვათ სურათი სული ითვლება ანუ ლურჯ სხვაგან დასვლა აქ მწვანე სხვა ხო და მე ვიტყოდი ხოლმე მეთქი მორჯა იმიტომ რომ ადამიანი ანუ ძალიან ძნელი იყო ესე მაგრამ მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე დავდიოდი ბუნებაში მთებში და ეს სიზმრების აი წერა რა თქვი ფსიქოლოგიურად ჩემთან ვატრენინგებდი რომ ის სიზმრები ან თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემები ადვილად რო გამოიცნო ადამიანის ამის ენერგია უნდა შექმნა შენ რომ კონკრეტულ აი ჯადოსნურ ენერგიას ამზადებ რომ ადამიანი რო გიყვება შენ იმის ქართულად არის რაზვიას ქართულად იმის გახსნა ადვილად მოუძებნო ხო ეს ენერგია უკვე ქვეცნობიერს უნდა მიაწოდო ინფორმაციულად რომ მე მჭირდება აი ამ თემების კარგად გახსნა და მე ის ქვეცნობიერი მუშაობს უკვე იმ პრინციპით და გაწვდის სასურველ და საჭირო ინფორმაციებს თუ ის როგორ მოაგვარო ანუ ეს ჩვენ ცოცხალი არსებები ვარ და არა რაღაცა აი წიგნის მარტო წიგში ყველაფერს ვერ არა თქო თუ არ იგზენდა თუ ხა მაგას გეუბნები რომ იქ რასაც ვაპრაქტიკებდით თავიდან ფსიქოლოგიაში რომ მეუნებდნენ რას გრძნობო მე ვერ ხვდებოდი რას მეუნებოდნენ ადრე ერთ-ერთი მართლა არ იმდენად არ მქონდა ემოციასთან ანუ ხელთან კონტაქტ ვეძახით ამას მე ნენელა ისე აი მოერგო უკვე ხა შენ რომ ამბობდი ხოლმე ტრანსპორტში რო ზივა რომ უკვე ავტომატურად მუშაობ აი ეგეთი ის არის რა და აი შენი პრაქტიკებით მე რასაც ვაკვირდები გაწვრთნა ხდება აი უკვე ავტომატურად ანუ გენერირებას ვახდენთ საკუთარ თავთან კონტაქტია სიამდვილეში ხა როცა
ორგანოები რო ჩამოთვალე შენ საკუთარ შინაგან სამყაროს უახლოვდები ამით. პლუს ფსიქიკის ნაწილებში ხარ. ეს ემოციების, მავნე ემოციების შესაკრებელი ადგილები არის ორგანოები ამ ჩინელებს. ესე აქვს რომ ნებისმიერი დაავადება, ფსიქოლოგიური იქნება თუ ფიზიკური, მოდისო ამ მავნე ემოციების არატრანსფორმაციის შედეგად. რაც ფსიქოლოგიაც იგივეს ამბობს. ხო, იგივეს ამბობს. უბრალოდ იმათ აქვთ 1-30 წელი იკლებდნენ და მე რეთქეს და ახლა მე მაგიტომ მიყვარს ასტროლოგიაც, ეს ძველი რელიგიები, ეზოთერული ოღონდ და არა, ეს სიბრძნეები რელიგიები კი არა, რომ ახლა საუკუნე ელაპარაკობენ. აი წარმოიდგინე, ხო, რასაც ახლა აი მაგალითად ეს ახლა ჩინური არის თუ რა მნიშვნელობა აქვს სადაურია, ხო? ის ყველაფერი გამოთვლილი აქვს წინასწარ და აი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ წარმოიდგინე რომ ჩინელ იმპერატორებს ყავდათ სადღეღამისო კარისკაცე დამცველები ასტრალში 12 კაცი მუდმივად. წარმოგიდგენია რა დონეზე ქონდათ ფსიქოლოგიური და ეს ყველა ესე ასტრალური ენერგეტიკული რაღაცები, რომ ასტრალის დონეზე 12 მცველი ყავდა იმპერატორს, რომ ვიღაცა გარედან არ მოეყვა. ენერგეტიკული თავდასხმა არ ქონდა და ეხლა ჩვენ გვიკვირს, რომ ვიღაცამ გამოიკვლია, რომ აი ეს ფსიქოლოგიური აი ესა და ეს პრობლემა თურმე ამის ბრალი ყოფილა ის 10000 წლოვანი ტრადიციები არსებობდა და თან იქ აღმოსავლურ ქვეყნებში მე იმიტომ მომეწონა თავიდანვე, რომ ეგ ტრადიციები არ გამქრალა, სულ მუდმივად იყო. და იგივე აი ქრისტეს მოვლენების წლებიც მახსოვს, რომ აი ისინი ასტრონომები იქ ცდილობდნენ, რომ ჩინეთის იმ არქივებში შეეღწიათ, იბათ ყველა რომელი პლანეტა რომელ წელს სად შევიდა, სად გამოვიდა, ყველაფერი დაფიქსირებული აქვს იქ არქივებში და იქ ამოწმებდნენ, რომ აი ჩვენი წელთაღრიცხვის აი აღრიცხვა რო იწყებოდა იქ რომელ წელს მოხდა ესეთი გამოსხივება, რომელიც თქვათ რაღაცაზე ნიშანს მოგცემდა და რაღაცა და მართლა აღმოაჩენენ ხოლმე ეს, იმიტომ რომ იმ წლებში უკვე იმათ დაკვირვება ჰქონდათ და მუდმივად იწერდნენ ამ მონაცემებს. ხო, მაგათ ქურუმებს ვეძახით ხო, რაღაც თავისი ყავდათ უკვე ბრძენი ისეთი მუდმივად გადასცემდნენ ამ იმას კიდე თავისი ოსტატი შეგირთ ვიღაცას რო ნახავდა ვინ იყო ჭკვიანი ამ საქმეში და მუდმივად ჰქონდათ ეს საიმპერატორო ტრადიციები ძალიან ძლიერი იყო ამ ჩინეთში და იმდენი რამე არ ვიცით კიდე ჩვენ იმდენი რამე აქვს იქ საიდუმლოდ რომ არც გაგიმხელენ და ნუ კიდე ამვითარებენ რა იმიტომ რომ ყოველთვის საჭიროა რაღაცა ნაწილს გამოიტანენ ხოლმე ესე როცა მოუნდებათ რომ რაღაცა ცით დაინტერესონ გარი ეს ჰიპნოთერაპიაზე ვნახე აი მაგასთან მქონდა თითქოს შეხება. ტიბეტში ვიყავი, აი ფიზიკური აქტეს შემცელინა ვერძი. მეცხრე სახლი. პირდაპირ ეგ დავინახე და რაღაც ესეთ ბუდისტურ იმაში ვიყავით, სწავლებებში და ძალიან გამიკვირდა და თან როგორ ვიყავი, იცი? აი ეს არის თურმე რაც მქონდა უკვე შეხება თქო და აი მან რო შევიხედე თან თითქოს აი ძველი დრო იყო რა და რამდენად იცოდნენ თქო მათ ყველაფერი უკვე თქო მაგას ვიქრობდი. ახლა წარმოიდგინე სადღეღამისო დაცვაში ახლა დღეს მართლა საკვირველად დღეს ხო ახლა რომელი სპეცსამსახური რომელი გამოიკვლევს მაგას და როგორ აქვს ეგ დამუშავებული ვის როგორ აქვს, მაგრამ ესეთი ისინი იმათ ჰქონდათ. ფაქტია რომ ძალიან მაგარი აი ეს იგივე მედიცინა აიღე, ჩინური მედიცინა არის ერთ-ერთი ყველაზე მე ის ნეიროიმპულსური თერაპია სხვათა შორის აი ეს გაწელვების თემა შევქმენი იმის ბაზაზე, როდესაც მოვისმინე ერთ-ერთი ჩინელი სპეციალისტი როგორ ატრენინგებდა ევროპელ, რუს და ამერიკელ ქირურგებს აი იგივე იმ სიმსივნის თემაზე, რომ აი ესენი რო პირდაპირ მიადგებიან და რო ჭრიან, ის ეუბნებოდა რომ ამოჭრა კი არ არის საჭირო. იქ ქვებოთ რაღაცა ადგილების დამუშავება არის ან ჭრილობების. ხო, რო ჩაიკეტოს ეს, ხო. აი ხელოვნურად დამუშავება არის საჭირო. ტვინმა იქ იმპულსები გააგზავნოს ამის მოსაშუშებლათო და იმასაც გაივლის დაავადებულსაც ადგილსაცო და იმასაც გააქროფსო და ბევრი აი ესე პირდაპირ აჩვენებდნენ ხოლმე რეალურ შედეგებს რამდენიმე დღეში როგორ მოურჩა ადამიანს ეს კონკრეტული სიმსივნე, რომელსაც ესენი პირდაპირ აჭრიან. ხო და იმიდან მე დავინტერესდი რომ ესე იგი რა იქ იმას ესე რაღაცით აღიზიანებენ რომ ფსიქიკა მიქ მოსარჩენად იმ აი ფსიქოლოგიაში ხო არის ესე რომ ის ადგილები დაიბლოკა და ტვინი და ისინი იმპულსებს აღარ ცვლიან ხო ესენი ამით აიძულებდნენ ფსიქიკას იმპულსების გაცოცხლების ხო და მეც ეს გაწელვები ეს თაფლის ფიჭასავით ეს ყველა ზონის ყველა წერტილის 6 რაკურსით უნდა გაიხსნას თანაც მარტო ერთი წინ გაწელვა აშველის ხოლმე ფსიქიკას სხვადასხვა ადგილები
ანუ ჩვენს ვირტუალურ სივრცეში კიდე იმდენი ზონები გვაქვს, რომელიც ველოსტატებს დამუშავებულიც ქონდა და რუკებიც ქონდა და ჩვენთან მარტო ფიზიკურ რუკებზე არის ახლა ლაპარაკი. ხო ეს ქირურგები ეცნობიან მარტო აქიციან რა არის და აი ამის წინიდან რო ის ადგილი მოარჩინო, გაცილებით ადვილია, ვიდრე უშუალოდ ფიზიკური манипуляცია. ხო და მეც ამ ადგილების დამუშავებები ვისწავლე, ეს გავარკვიე როგორ რანაირად ხდება და ძალიან ბევრი ადამიანი ამით განიკურნა. თუმცა ეგეც მე მუდმივად განვითარებისკენ მაქვს ხოლმე ჩემი გეზი და მუდმივად ერთ ადგილზე ავზივარ და 1-2 ადამიანიც რომ მოარჩინე ისეთი რაღაცით, რომელიც თქვა ტრადიციულმა მედიცინამ თუ ეს ოფიციალურმა ვერ მოარჩინა, მე უკვე მე იქ ვიწყებ კიდე იმის იქით კიდე რა არის იმის კვლევას და აი ჩემი ეს ექსპერიმენტები იქით მიმყავს ხოლმე რომ კიდე მაგარი რაღაცები აღმოვაჩინო. ანუ ეს არ მაკმაყოფილებს რომ აი ვიღაცა რაღაცისგან მორჩა. ეს მოვარჩინე მე კი არ ვიძახი რომ მე მოვარჩინე. იმას ვასწავლე რომ აი ეს ესე გააკეთე და მოგირჩება. და კიდე რაღაცებს ვიკვლევ მეც ახლა სულ ამ თემებში ვარ. ანუ ვეღარ გაგვაკვირვებს, ვეღარ გაგვაკვირვებს რომ აი იმან ის ვიღაცა რაღაცა მოარჩინა, უბრალოდ კიდე ახალი რესურსების მოძიებისკენ ვარ, რომ გაუკვალავ თოვლში მიყვარს სიარო. ძალიან დიდი მადლობა მამუკა. აი ძალიან დიდი, იმიტომ რომ ისეთ კაი რაღაცას აკეთებ და თან ერთადერთი ხარ, აქ ვინც ამას აკეთებს და მოკლედ მეგობრებო, ვისაც გაქვთ სურვილი მამუკას ესეთ ჯადოსნურ პრაქტიკებში მიიღოთ მონაწილეობა, ყველა სოციალურ ქსელში არის, აქაც ჩვენი ვიდეოს ქვეშ დავდებ ლინკს, ჩვენი ინსტაგრამის და ფეისბუქის, ვისაც გექნებათ სურვილი, ძალიან დიდი მადლობა მამუკას, რომ დრო დამითმო, 1 საათი ლამის დავაგვიანე. შენი რითმით დავარღვიე საწობების გამო, მაგრამ თავარი არის რომ ეს ინფორმაცია დაგვრჩება და დიდი მადლობა თამო, დიდი მადლობა მეც მოწვევისთვის. გაიხარე. მადლობა მეგობრებო, ესე უნდა გამოვთო სხვა გზა არა მაქვს.